დილამშვიდობისა ყველას მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებ, ესე იგი, თავნებურ საქციელზე და როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი. ასევე გავშიფრავ და კრიტიკას გავუკეთებ იმ პოსტს, რომელიც თამარ გაგაძემ 6 საათის წინ, არ ვიცი როდის, რამდენიმე ხნის წინ, აი სულ ცოტა ხნის წინ გააჟღერა. ისევ თამარ მეფესთან დაკავშირებით და ამ თამარ მეფეს დასტრიალებს ეს გოგო და არ ვიცი ხან რას უცლის და ხან რას უცლის რა და ამაზე ვისაუბრებ დღეს. მოდი ჯერ წავიკითხოთ ეს პოსტი და თანდათან მივყვეთ კრიტიკას რა. ესე იგი თამარ გაგაძე წერს, რომ თამარ მეფის მონეტაზე არსებობს მისივე ხელმოწერა. ეს არის დროის კოდის და ჩვენი საათის აღნიშნული ფარული სულნიშანი. ფუტკარი იგივე დებორა კარგად იკვეთება მის ხელმოწერაში და თანაც არა ერთი, არამედ 2 ფუტკარი, არამედ ვფიქრობდი, რომ ეს მონეტა იოტებით იყო მოკარგული და არა. კარგად დააკვირდით, აქ გამოსახულია ხაზები ფუტკრის სხეულს და ფრთებს ქმნის სქემატურად. თამარმა იცოდა როდის დროის კოდები და რატომ მოდის ჩემთან ეს ინფორმაცია, რატომ ვიკვლიე ამდენი ხნის მანძილზე ეს დონი, რატომ უჭერია ერთ-ერთ ფრესკაზე თამარ მეფეს შავი კვადრატი, აქ ყველაფერი ნათელია. დებორა დროებაო, გესმით? დროს კი ფუტკარი ქმნის. სიცოცხლის ყვავილსაც ფუტკარი ინახავს. ფუტკარი. 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 3 4 12 3 4 უდრის 12-ს. და ეს ზუსტად არის ჩვენი საათის მოდელი. სამი გამრავლებული 4-ზე გულისხმობს. საათის ციფერბლატი საათზე გვაქვს 12 ნიშანი, რომლებიც ფაქტობრივადაა 3 ოთხეული. პირველი ოთხეული არის 1-დან 4-მდე, მეორე ოთხეული 5-დან 8-მდე, მესამე ოთხეული 9-დან 12-მდე. ანუ ციფერბლატის მთლიანობა 12-ად იშლება 3 კვადრატულ საფუძვლად 4 + 4 + 4. ფარული სიმბოლო 3 4 არის დროის 3 ფენა. დილა, დღე, საღამო, ღამე, 4 საათი. ეს მოდელი ზუსტად იმეორებს დროის კვადრატულობას და ფუტკრის ბუნების რიტმს. 12-ის საბოლოოდ არის ერთგვარი დუოდეკა, მთლიანი ციკლის ნიშანი. საათი, ეს არის 3 4-იანი. ფარული კოდი, ციფერბლატი თითქოს უბრალო 12-ს აჩვენებს, მაგრამ ის არის 3 გამრავლებული 4-ის დროის ჭეშმარიტი გეომეტრია. ფუტკარი დაფრინავს 4 ფრთით. თითოეული ფრთის მოძრაობა ქმნის რხევის რიტმს, დროის ბუნებრივ ტიკ-ტაკ. როცა ფრთები ერთიანდებიან ჰაერში, იხატება რვიანის ლოტოსის ფორმა, უსასრულოების ნიშანი, ანუ ფუტკარი. დროის მტარებელია, მისი ფრთების ოთხეული აჩენს ეხლა გამოხდა ეს. აჩენს მოძრაობის უწყვეტობას. ფუტკრის ნაშენი 6 კუთხედია, მაგრამ როცა ის ორჯერ გამრავლდება, მივიღებ 12-ს. 6 მხარე უდრის ნახევარი წრე. 2 ექვსეული უდრის სრულყოფილი წრე, 12 ნაწილად დაყოფილი. ეს არის დროის შენობა, თაფლის ბუდე, როგორც ციფერბლატი. ფუტკარი დროის არქიტექტორია, მისი ფრთების დრო მოძრაობს ბუდით კი დროის ციკლში შენდება. და მე იქ უწერენ რა კარგი ახსნა და ასე შემდეგ. ეხლა მე გეტყვით რა შეცდომა აქვს თამარს დაშვებული აქ რა, თამარ გაგაძეს. ჯერ გერთიც ამ მონეტაზე ფუტკარი არ არის, აქ არის 2 ხოე გამოსახული და ლი. აი ძალიან თავნებურად იქცევა ხოლმე თამარი ამ საკითხებში რა.
აი აქ თქვენ თამარის მონეტაზე ხედავთ, რომ იქ ჩაუსწორა თამარს რაღაცა რა. აი ნახეთ, ყვითელი ხაზი დაუმატა და გახადა ფუტკარი. მე თავისი ფანტაზიები განავითარა და რაღაცები მოყვა ფუტკარზე. კი ბატონო, თავისიც არ არის ეს რომ თავისი იყოს კიდე ხო ChatGPT-ის ინფორმაცია არის. ეხლა ნახეთ რა, საინტერესო რა არის იცით? ადამიანის თავნებობა, ანუ ნახეთ, თამარმა გააკეთა მონეტა, ხო? იქ ყველა დეტალს და ნიუანს აქვს მნიშვნელობა. აქ არც დაამატა თამარ მეფემ არაფერი და არც მოაკლო. ამ შემთხვევაში თამარ გაგაძემ ამას დაამატა კიდევ ერთი ხაზი. რისი უფლებაც არ აქვს თვითონ თამარ გაგაძეს, იმიტომ რომ ამით თამარ მეფეს ჩასწორებას უკეთებს რაღაცაში, ხდებით? ამისთვის უფლება უნდა მიეღო ჯერ თამარ გაგაძეს თამარ მეფისგან, რომ აი შეიძლება რომ ეს ჩავასწორო? თუ თამარ გაგაძე ასე თავნებურად ადგება და ჩაუსწორებს თამარს, ანუ ამით ჩვენ გვეუბნება რომ ის თამარზე უფრო ჭკვიანია თურმე რა. არ არის თამარზე უფრო ჭკვიანი, ის თამარ გაგაძეა, ის თამარ მეფეა. თამარ მეფეს არ აქვს უფლება თამარ მეფეს ჩაუსწოროს, არ აქვს უფლება, გესმის? თამარ მეფემ რომ ეს ინიციალები ჩვენ მოგვაწოდა იმისათვის რა აქედან ამოვიკითხოთ და არა კიდე ზედ რაღაცები დავამატოთ. აი ეს არის თავნებობა. აქ სულ სხვა რაღაცები წერია, ვიდრე ახლა თამარმა აურია ტვინი ადამიანებს რა. და რა წერია ახლა გეტყვით. ჯერ ეგერთიც აი აქ ჩასმული ეს ვარდონები, ვარდი მაგაში არ არის. თამარმა რო ზედ დაასვა ამ ფუტკარს, რაღაც ფუტკარი გადააქცია. ფუტკარი კი არ არის ეს ხალხო. აქ არის ორი ჰოე. ჰოე არის სარკისებურად ერთმანეთთან აღბეჭდილი, რომ ისინი არიან ირეკლავენ ერთმანეთს ჰოეები. ჰოე და ჰოეში არის. და აი ამ გარშემო შეწერილობის გულები რო ახატია, ხომ? აი მაგაში არის მანძილები ჩასმული, დროები ჩასმული, მაგრამ აი ნახეთ როგორ რაღაცა დროც არ არის, საერთოდ დროდან გავიდა თამარი რა, რო იცოდეთ რა. დროისა და ადგილის მიღმა არის თამარი, რო იცოდეთ. ამიტომ შეუძლია მას კვლავ დაიბადოს და გავიდეს როცა უნდა და როცა თვითონ უნდა, გესმით? იმან აჯობა დროსაც და მანძილსაც. მანძილ ნახეთ, მთელი ეს ჰოები თამარის ხელმოწერა ლითი ჰოელის, ხო? არის ჩასმული მანძილებში, რომელიც შემოფარგლულია ისევ და ისევ წერტილებით. აი რამდენი წერტილია ეს თუ ვინმეს დაუთვლია რა. იმას მნიშვნელობა აქვს რამდენი წერტილიც აზის ზედ. აქ კარი არის გასაღები კიდე. ამაზე მე ადრე ვისაუბრე, მაგრამ არც ერთი ნიუანსი არ შემიცვლია რა და აი ახლა ეს თავხედურად მოიქცა ადამიანი, რომელიც თამარ მეფის ხელმოწერას დაუმატა ზედ კიდე ერთი რაღაცა თავი და ფუტკარად გადააქცია. ფუტკარი საერთოდ არაფერ შუაში არის აი ამ ხელმოწერას და რო იცოდეთ რა. შემდეგ აქ მე იმაში რა კომენტარში ჩაგიგდებთ იმ ვიდეოს, სადაც ვსაუბრობ აი ამ ხელმოწერაზე, თამარის ამ ხელმოწერაზე. თამარი აი ამ ხელმოწერით, აი ეს რაღაცა ჯანდაბა თავი რომ მოვაშოროთ ამ ფუტკრის, საერთოდ აი ფუტკარი არაფერ შუაში არ არის აქ რა. კი, ავღწეროთ ფუტკარს რა შეუძლია და ასე შემდეგ არ გამოვრიცხავ იქ რაც წერია, სწორია, მაგრამ ეს მონეტა ფუტკართან საერთოდ კავშირში არ არის, ხალხო. იცოდეთ რა. აქ სულ სხვა დონეზია საუბარი, ფუტკარი არის ფუტკარი არაფერ შუაშია. როგორ გითხრათ, აი ახლა მოიცადეთ სად წავიდა ჩემი ანბანი. ჩემი ანბანი არის გარეთ. და აქ უწერენ, ანუ ყოველგვარი კრიტიკის გარეშე აქ უწერენ, მაგარია თამარ მეფის და სხვების ხელრთვაც
მინახავს, მაგრამ ასე სწორად გაშიფრა, ბრავო. ვიღაცა უწერს რა და ასე სწორად კი არა, დამახინჯებულად გაშიფრა არის ხალხო ეს. მერე კიდე აგერ ორბედა, დებორა, დროება. აქ არღვევს თამარი, მთლიანად ესეთ რაღაცებს მოაკეთებთ ხალხო. თქვენ არღვევთ ჰემურგიას რა. ჰემურგიის დარღვევა არ შეიძლება. გესმით? თქვენ შეგიძლიათ რომ განიხილოთ ერთი სიტყვა რამდენიმე ჭრილში, მაგრამ თქვენ რომ ერთ სიტყვას მიაწერთ სხვა მნიშვნელობებსაც არ შეიძლება. დროება არ არის დებორა. არ არის დებორა. დროება არის დროება, დებორა არის დებორა და ასე შემდეგ რა. ხალხო გესმით? მაგას მნიშვნელობები ეცვლება. შესაძლოა და გადანაცვლებით რიცხვებში ჯამი არ იცვლება, მაგრამ ასობგერებში იცვლება, რო იცოდეთ. და შესაძლოა და გადანაცვლებით სხვათა შორის ჯამიც იცვლება. და ჯამი სხვანაირად იცვლება. გესმით? ეხლა მე ვეძებ იმას. გასაღებს ვეძებ ჩემი მჭირდება. რო გაჩვენებთ კარგად. ჩემი არბა. ღმერთო ჩემო, სად არის? ეს ხალხი რამდენს კადრულობს რა? ეს ხალხი ნახე რა, უყურე. აი ესეთი თავნებური ადამიანები როგორ არის. იმიტომ ეგ გოგო სიდონიდანაც დავბლოკე და საერთოდ დავბლოკე რა. არ არის ეს ნორმალური. რა ვერ მოძებნე, მაგრამ აქედან შევა. აბა აი ნახეთ. თამარს აი ესენი აქვს, ჰოები აქვს გამოსახული, ოღონდ არა ესე როგორც აი ამაში არასწორად არის ჩასმული. არამედ სწორი ფორმით აქვს თამარს ჩასმული, ნახეთ. აი გაჩვენოთ. აი ნახეთ რა, ეს ჰოე უნდა იჯდეს წესით ესეთი ფორმით, როგორიც აქ არის. გესმით? თამარს მონეტაზე როგორც აქვს, ხო? ესე უნდა იჯდეს ჰოე. აქ არის გადმოყირავებული. აქ გადმოყირავებული არის ხალხო. ამიტომ ჩასასწორებელია ეს ამბანი ჩვენთან ისე მოვიდა, რომ ჩასასწორებელია ესენი რა. პირდაპირ აი ეს ინიციალები აქვს დასმული Z თამარს. ნახეთ? ეს ინიციალები აქვს დასმული. გესმით? და ჰოე, სარკისებური ჰოე იმას მიანიშნებს, რომ თამარი უკვე შეუერთდა ქრისტეს. გესმით? რაშია საქმე? ანუ თქვენ ახლა ძალიან ფუტკარი არა ის კიდე რა, კარგით რა. ფუტკარი. თქვენ გინდათ რომ თამარი დაიყვანოთ ფუტკრის დონეზე? თამარი ქრისტეს შეუერთდა ხალხო. რა დროს ფუტკრებია? ფუტკრებით მიიყავით თქვენ. თამარი იყო დედოფალი, ფუტკრების დედოფალი, ხო და თქვენ იყავით ფუტკრები და თამარი უკვე არის ქრისტესთან. ამიტომაც შეუძლია მას მოვიდეს როცა უნდა და წავიდეს როცა უნდა. გესმით? კიდე რაზე ვილაპარაკოთ, აი მაგალითად დრო და ეს რაღაცეები, აი ძალიან ყურადღება მიაქციეთ და თამარსაც გადაეცით რა ჩემგან, რომ ჰემურგიას ნუ არღვევს და ნუ ფოთი შეუძლია განიხილოს ისინი თქვათ ყველაფერი, მაგრამ არა აქვს უფლება რომ ჩამატოს იქ რაღაცა კიდევ ერთი რა. თამარზე უკეთესი ეგ თამარი ვერ არის. თამარ მეფეზე უკეთესი ვერ არის. ამიტომ მაგისი უფლებები არა აქვს თამარს გაგაძეს. გესმით? არა აქვს, იმიტომ რომ თამარი უკვე სრულყოფილებაში გადავიდა და მაგან კიდე რაღაცები რომ დაუმატოს ძალიან ბევრ რამეს არღვევს და ნუ არღვევს
ბევრ რაღაცას არღვევს. გესმით? აფუჭებს საქმეს. საერთოდ ბევრი რაღაცაში არასწორია და სხვასაც არ უსმენს. იმიტომ რომ მარტო თავისი აზრი გონია ესეთი სწორი, გესმით? და რაც არ უნდა უმტკიცო, ვერ უმტკიცებ მაგ ადამიანს, იმიტომ რომ თავისი თავნება ადამიანის სასופელში ვერ შედის. და როდესაც ადამიანი ამბობს იყოს ნება შენი უფალო, ამ შემთხვევაში შესაძლებელია რომ სასופელში შევიდეს. მაგრამ როდესაც ადამიანი მხოლოდ თავნებაა, ის ჰოეს ვერ უერთდება, ამიტომ ვერ უერთდება და ჰოე კი ვერ დაინახა მაგაში, დაინახა ფუტკარი, იმიტომ რომ ის უფრო ადვილია ფუტკარი უფრო ადვილია რომ გაიგო, ვიდრე ჰოე. აბა კითხეთ ერთი თამარს, აღიარებს ქრისტეს? ქრისტეს აღიარებს? ძალიან მიყვარს ეგ გოგო, მაგრამ ძალიან ბევრ რამეში თავნებაა რა და ეს თავნებობა ღუპავს რა. სხვათა შორის ამ დღეებში მეფიქრებოდა თამარზე და მოვიდა კიდევაც შეტყობინება მისგან. მოკლედ, თამარ გაგაძე გააქვს პოტენციალი რა, ძალიან დიდი პოტენციალი გაქვს რომ სწორგზას დაადგე, მაგრამ შენ არ ადგახარ სწორგზას. ამიტომ დაადეგი სწორგზას. სწორი გზა რა არის? სწორი გზა, სწორი და მრუდი გზა. დაადეგი იმ გზას, რაზეც თამარი იყო, რაზეც ქრისტე იყო, რაზეც რისგანაც შეხვალ სინათლეში. სხვა შემთხვევაში შენ სინათლეს და იმას ერთმანეთში ურევ. აი მაგალითად, როგორ შეიძლება დროება და დებორა ერთმანეთთან გაიგო? არ შეიძლება. იმიტომ რომ დროებას სხვა დანიშნულება აქვს და დებორას სხვა დანიშნულება აქვს. გესმით? იქ ჰემურგია რა არის, იცით? ასობგერათა წყობა. ასობგერათა წყობა ცვლის ძალიან ბევრ რამეს. მაგალითად რას ცვლის? აი ნახეთ. აი ახლა გეტყვით რას ცვლის ასობგერათა წყობა. აქ არის 1-დან 9-მდე, ხო? ნახე რა კარგად არის 1-დან 9-მდე. როდესაც ჩვენ განვიხილავთ სინათლეში მყოფ ციფრებს, ესენი არიან 1, 3 და 9. სინათლეში მყოფი ციფრები არიან 1, 3 და 9. 2, 4, 5, 6, 7 და 8 სხვა რაღაცებს წარმოადგენენ. აი ეს ტოტს აქვს, ტოტ ატლანს აქვს აღწერილი. აი მაგალითად, როდესაც ახლა ჩვენ დავწერთ აი ამის მნიშვნელს, ხო? ჯერ ამის მნიშვნელს დავწერთ, მერე ამის მნიშვნელს დავწერთ და მერე ამის მნიშვნელს. მნიშვნელები ესენი არიან, ნახე? სამის მნიშვნელი არის განი, ლასი, ტარი და ძილი. აი თუ გინდა დავწეროთ დებორა და განვიხილოთ რას წარმოადგენს დებორა და რას წარმოადგენს დროება. ხო? აჰა. ნახე? დებორა. დროება. აი ეს შეიძლება წარმოადგენდეს ამის დაცემულ მხარეს და ჩრდილს რა და რატო ახლა გეტყვით რა. ნახე, დონი არის 4, ხო? ჩავწეროთ აქ 4. ახლა რაე ჩავწეროთ. რაე, სად არის რაე? ამით ვერ ვიკებ ხოლმე რა. აი ესე. ჩავწეროთ რაე. რაე არის 1. ახლა შევწეროთ n 5-ია, b 2-ია, o არის 16 და r არის ისევ 1 და a არის 1. ნუ რა 19-ია, რატო თქვი 1? ხო, 19-ია. სად არის 19 და 19. 16 n 5 ბანი 2 და ani 1. აი ნახეთ ახლა რა. აქ პირველი არის 4. აქ არის 5. აქ მეორე, აქ მე-16, 16 ისევ და ისევ 7-ია. აქ კიდე 1-ია ისევ. ანუ რა მაინც ერთთან მიდის, იმიტომ რომ 1 მინუს 9 10-ია და 10 1-ია. 1 და 1. აი ნახეთ რა შეიცვალა რა. აქ შეიცვალა ის რომ 4 1
7, 5, 2 და 1 ნიშნავს იმას, რომ აქ 1 დგას 5-ის წინ, გესმით? აი, აქ 5 სად არის? 5 სად არის? n სად არის? 5 აქ არის. აქ კიდე 1-ის წინ დგას 5. ეს იცით რას ნიშნავს, მეგობრებო? აი, ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც დონი თავისი ნათელი მხარით, ანუ თავისი ნათელი მხარით ერთი ნათელი ციფრი არის, ნათელში მყოფი ციფრია. თავისი ნათელი ციფრით ზენში ადის, ხო? ის ენას იძენს და ბანსაც გამოსცემს, ხალხო. მაგრამ აი ახლა დებორა რას აკეთებს, ნახეთ? იგივე ხო არის, ჯამში იგივეა. ჯამში არის იგივე, აბა 4, 5, 17, 12, 13. ჯამში არის ორივე 13 რა. მაგრამ ეს არის დონი თავისი ნათელი მხრით შესული დონში და ეს არის თავისი დაცემული მხრით შესული, იმიტომ რომ 5 არ არის ნათელში მყოფი. გესმით? 5 რო ნათელში მყოფი იყოს, მაშინ მას ერქმეოდა დროება და არა დებორა, გესმით? ამიტომ დებორა არის 13 ოღონდ ეს არის დაცემული მხარე, ანუ ჩრდილი აი ამ დროებისა რა. აი ესეც გადაიცით, რატო არის ჰემურგია მნიშვნელოვანი. ტოტი წაიკითხოს და იქ ნახოს, ამოიკითხოს, რომელი ციფრები არის ნათელში მდგომი და რომელი არ არის ნათელში მდგომი, გესმით? და ამის მიხედვით იმოქმედოს მაგ გოგომ რა. იმიტომ რომ არ შეიძლება დებორა ერთი და იგივე არ არის. აქ ჰემურგია გვაჩვენებს, აი ჰემურგია არის ზუსტად ეს ასობგერათა წყობა, რომელია რომლის წინ. აი აქ არის დაცემული მხარე წინ, აქ არის აღმატებული მხარე წინ, აქ სინათლეა და აქ კიდე სიბნელეა. გესმით? ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ არ დავარღვიოთ ჰემურგია და ყველა სიტყვა ერთი არ არის რა. არ არის ყველა სიტყვა ერთი. გესმით? რა ვერ გაიგეთ, ვერ ხვდები რა. კიდე ხო არ გაქვთ კითხვები, მეგობრებო? მიხვდით ხო? ჰემურგია რას ნიშნავს? ხო მიხვდით რას ნიშნავს ჰემურგია? აბა კითხვები არ გაქვთ, დავიჯერო? რამდენი რამე უნდა იცოდეს ადამიანმა რა და განსაკუთრებით რო არ იცი, კაცო, თუ არ იცი, რა უფლებას აძლევ, რომ შეუცვალო თამარ მეფეს მის ხელმოწერაზე რამე რა? შენ თავს რა უფლებას აძლევ რა? ანუ ვინ მოგცა მაგის უფლება ჯერ ეგერთიც? ეგ აღარ არის თამარ მეფის ხელმოწერა, ეგ არის შენი ხელმოწერა მაშინ, ეგრე დაარქვი რა. შენ ეგეთი ხელმოწერა გაქვს, თამარ მეფეს ისეთი ხელმოწერა აქვს, იმას რატო უცვლი? თამარ მეფის სახელით რატო ლაპარაკობ შენ ფანტაზიებს რა? და შენ ხელმოწერაზე, შენი ხელმოწერაა ეგ უკვე. ზედრო დაამატე ერთი რაღაც. ერთი კომპონენტი დაამატე და ეს უკვე ძალიან ბევრ რამეს ცვლის. ამიტომ ეგ იყოს შენი ხელმოწერა. თამარ მეფის ხელმოწერა არის ის, თამარ მეფის თავისი ახსნა აქვს. და იმას ნუ უცვლი რაღაცეებს. გაანებე თავი, შენ თავზე ილაპარაკე. ჯობია რა. არა, იცი რა არის? მე მესმის, რომ აი შეიძლება დაწეროს ადამიანმა, რომ აი, ჩემი აზრით, ესე უნდა იყოს, აქ აკლია ერთი რაღაც, ამას თუ დავამატებთ, შემდეგ ილაპარაკე ის, მაგრამ ამას თუ დავამატებთ, გესმის და არა, აი ესე უნდა ყოფილიყო, გვეუბნება რა, რომ თურმე ესე უნდა ყოფილიყო თამარ მეფის ხელმოწერა. რატო უნდა ყოფილიყო, შვილო, ესე, როგორც არის ის არკმა რა? ესე რატო დაამატე თავი, რაღაცის თავი, ან რაღაც ი დაამატე და რატო დაამატე ი? რატო დაამატე ერთი მითხარი? არ შეიძლება ეგრე, არა, ჩემო მეგობარო რა, ჩემო დაო მართლა, არ შეიძლება.
კარგი, წავედი ახლა მეგობრებო. და რა ვიცი, გადაეცით რა, იმიტომ რომ მე მაგოგოსთან ვერ აი, როგორ გითხრათ რა, ძალიან მიყვარს ეგ ადამიანი და რამდენჯერაც ვეცადე რომ გამიგებინებინა, არ იგებს, მარტო თავის, აი ჯიუტად არის რა, ჯიუტია. და არ მინდა რა ახლა სიჯიუტეში ჩავიდე და იმ სიჯიუტედან ძალებს მართავს ეგ სიჯიუტე და რატო უნდა ჩავიდე? არ უნდა ჩავიდე სიჯიუტეში. ილაპარაკო თამარზე თუ უნდა, მაგრამ ნუ უცვლის რაღაცეებს. ისე დაინახოს როგორც თამარმა დაწერა. თამარ მეფემ რო დაწერა, ისე დაინახოს. თვითონ ნუ გადაუკეთებს. წავედი ახლა და გაგოცეთ, გადაეცით თუ გინდათ, თუ არა და ისედაც მიუვა მაგას ეგ ინფორმაციები. გაგოცეთ ყველას, თამარ შენც.